როგორი ურთიერთობა აქვთ ქრისტეს და მოციქულებს ერთმანეთთან და ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვეხება. ივანეს სახარებაში ვკითხულობ. გახსოვთ წყალზე რომ მოდის. და ესენი არიან ზღვაში, ეს ხო რეალურად მოხდა და სიმბოლოც ხო არის, ზღვა ხო ამას ოფლის სულია და ნავი არის ფაქტიურად ეკლესია. და ანუ ჩვენი ერთობა და ღელვაა და რამისაა ჩაიძიროს თან ღამია, ანუ ღამე ხო სიბნელეთ მადლის მოკლება, ღვთის ვერ შეგძნება, გესმით, აი ეს მდგომარეობა მოკუფრულიაცა ყველაფერი და რაც ჩვენ სოფელს ამ სოფელს განასახიერებს და უფალი წყალზე მოდის. წყალზე მოსვლა მისი ნიშნავს მის ღვთაებრივ ძალმოსილებას, მის მოსulis და ჩვენთან ყოფობის მოულოდნელობას, თითოეული ჩვენგანის გარდაცვალებაში მის წინაშე წარსდგომას, უფლის დიდებით დაბრუნებას, ბევრ რამეს ნიშნავს, როცა წყალზე მოდის. და პირველი რასაც ამბობს, მე ვარ ნუ გეშინინ. აი ეს ნუ გეშინინ ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა ბიბლიაში, ნუ გეშინია ღმერთის, აი ეს ნუ გეშინია ღმერთის სიტყვას შორის ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა. ნუ გეშინია, მაგრამ ნუ გეშინიას წინ აუსწრებს. მე ვარ. ეს არა მარტო გრამატიკული ესეთი უბრალოდ არა მარტო ესეთი მიმართვითი ფორმაა, რომ მე ვარ ნუ გეშინიათ, არამედ მე ვარ ეს არის ღმერთის სახელი, ის სახელი, რომლითაც ღმერთი გაეცნო მოსეს, როცა მას დაავალა ეგვიპტიდან ისრაელელების გამოყვანა. მე ვარ ეს უმნიშვნელოვანესი სახელი და აი როცა ჩვენ ამას ოფლის ოკეანეში ეს ვიგვემებით და ჩვენ ესე იგი არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება ხვალე, თუ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვართ, შიშიც გვიპყროს, ამიტომ გვახსოვდეს, რომ ყველაფრის და მიუხედავად ღმერთი, რომელიც არის ყოფიერების საწყისი, პიროვნული საწყისი, მე ყოფიერება ვარ, აი ღმერთი, რომელსაც სამყარო შექმნა და არის ცოცხალი, ამას ნიშნავს მე ვარ, ის არის ჩვენთან და არ უნდა გვეშინოდეს. მიუხედავად სიბნელისა, მიუხედავად ღელვისა, მიუხედავად ჩაძირვის საშიშროებისა, არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ღმერთი, რომელიც არის მე ვარ, ანუ ყოფიერების საცოცხალი საწყისი არის ჩვენთან.